თბილისელებმა ბედოშვილის აქტიურობას მოუყვა ეს შანსიც ჩაუწყდება საჯარიმოში თავური დარტყმა და ისევ იბერია ახერხებს ანგარიშში პირველი წინ გასვლას 1-0 მიხელ მესხის სახელობის არენაზე და ორბურთიანია უკვე უპირატესობა ორმარჩიან დაპირისპირებაში. ძალიან კარგი გოლი გაიტანეს იბერიას ფეხბურთელებმა და 4-2 ხდება ორი მატჩი ჯამში ანგარიში კიდევ უფრო მეტად უახლოვდება იბერია 1999. ხო მოგეხსენებათ პაუზა არის ახლა. აქ ეპიზოდს მივადევნო თვალი მარცხენა ფლანგისკენ კიდევ ერთი გადაცემა ბურთის დამუშავებაც მოხერხდა გადაცემა და 2-0 არის უკვე ანგარიში. სამბურთიანია სხვაობა ორი მატჩის ჯამში და სიხარულაშვილის დუბლით ახერხებს იბერია 1999. ძალიან კომფორტული პირებაში კიდევ უფრო აშკარა იყო დღევანდელ შეხვედრაში აქ ამასობაში იერიში იბერიასი ნაჭყებია გაუშვა და ხულიან ალვარესის სტილში შეაგდო ნაჭყებია მესამე გოლი შესანიშნავი პერფორმანსი შემოგთავაზა ქართველმა ფეხბურთელმა და 6-2 ხდება ორი მატჩი ჯამში ანგარიში. პირველ შეხვედრაში სხვათაშორის საკმაოდ უხერხული მაჟგარე მდგომარეობა ფიქსირდება ასე რომ ეს შვენიერი გოლი როგორც ჩანს არის მოწაწვის განმავლობაში იყო ის მოედანზე მაგრამ ამაზეც მოგახსენეთ რომ ფლორას აქ ეპიზოდს მივადევნოთ თვალი მარჯვენა ფლანგისკენ გადაცემა დარტყმაც გამოუვიდათ და ერთი გოლი გაიტანეს კი ბატონო რაკვითეს ესტონელებმა 2-1 ხდება ორი მატჩი ჯამში ანგარიში უბრალოდ 5-3 ხდება ორი მატჩი ჯამში ანგარიში და 2-1 დღევანდელ შეხვედრაში კიდევ ერთი ძალიან ბევრი კუთხურია დღევანდელ შეხვედრაში ორივე გუნდის მხრიდან და აქ რა ხდება შეტევაში როგორც ჩანს კი ბატონო ხო ეს მსგავსება აქ დინჯოლავა ეკამათება არბიტრს ზუსტად რა იყო პენალტი დადო ზუსტად რა იყო საიქშია მოცემულობა საპინენდის გამორბენი და ზუსტია 2-2 ორი მატჩი ჯამში 5-4 ხო მეორე ნახევარში ისე პრობლემებია თბილისურ შეხვედრაშიც ასეთი ვითარებების შესებაზე მათ უკეთ იზრუნონათ ეპიზოდი შეცდომა და იბერიას აქვს შანსი რომ ყველაფერი დაასრულოს ზაგანიას შვენიერი შანსი ჰქონდა მაგრამ ძალიან ცუდი და მომენტი სავარაუდოდ დღევანდელი შეხვედრის ჩაწოდება მაკარიძე ეუფლება ბურთს და ველოდებით უკვე არბიტრის დამასრულებელ ნიშანს და მე მგონი მისცა ეს ნიშანი იბერია 1999 ჩემპიონთა ლიგის შემდგომ ეტაპზეა 7 წლის მერე პირველად მოხერხდა ამ ტურნირზე ქართული კლუბის მხრიდან პირველი ეტაპის დაძლევა გამოაგდო დაძაბულ ორაუნდიან ბრძოლაში იბერიამ ესტონეთის ჩემპიონი შეიძლებოდა გაცილებით